მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა რომ გვესწრებით. პროტესტის 193 დღესაც საპროტესტო აუდიტორია კვლავ აქ არის პროტესტის ეპიცენტრში. დღეს ტრადიციულად გვექნება ლექცია. დღევანდელი ლექციის სპიკერი არის მურმან მარგველაშვილი. დღევანდელი თემა არის ადამიანური სისულელე და დღევანდელი ყოფა. ბატონო მურმან, წარმატებებს გისურვებთ. ჩვიდობიანი საღამო. მადლობა. მოგესალმებით. დღეს გვექნება საუბარი ადამიანურ სისულელეზე და ჩვენს ყოფასთან მის მიმართებაზე. მე გახლავართ მურმან მარგველაშვილი, ამ საქმეში გახლავართ დილეტანტი. ახლა მინდა გავაკეთოთ წინასწარი პატარა გაფრთხილება, რომ ჩვენ აქ ჭკვიანები არ შევიკრიბეთ და სულელებზე არ ვილაპარაკებთ, თუნდაც ის ფაქტი, რომ მე გამოვდივარ და ამისთანა საჩუქრ თემაზე ვილაპარაკობ, ალბათ იმის ნიშანი ვერ იქნება, რომ ძალიან განსაკუთრებულად ჭკვიანი ვარ, იმიტომ რომ ასეთ სარისკო თემაზე ცოტა მოუფრთხილდებოდა გონიერი ადამიანი ფიქრს და ლაპარაკს, მაგრამ ასევე სხვა რამდენიმე გაფრთხილება მინდა. ერთი, რომ ეს არ არის სამეცნიერო პრეზენტაცია, მე ამის სპეციალისტი არ გავახალავართ, მე უბრალოდ დილეტანტი ვარ, რომელიც სისტემური თვალსაზრისით, სისტემური ლინზით ცდილობს დაინახოს სხვადასხვა რეალობა და ჩემი მიერ წაკითხული სხვადასხვა წყაროები, გამოცდილება, აი ამის ნაზავი იქნება, რასაც გაგიზიარებთ. ჩვენი მიზანი აქ იქნება უფრო კითხვების დასმა და განსჯა, არა პასუხები იმდენად და არა რეკომენდაციები, თუმცა რაღაცა პარტარ დასკვნებს რა თქმა უნდა გამოვიტანთ. და აქვე მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ რაზეც ვილაპარაკებთ, ეს არ არის რომელიმე პიროვნების ამ ადამიანების ჯგუფის შესახებ, ეს არის თქვენი ფიქრის, ასე ვთქვათ, მასალა და განზოგადება და ჩვენ რეალობასთან მიყენება უკვე დამოუკიდებლად შეგვიძლია. თავად სისულელის თემა არის, ოდითგამდე ადამიანებს აინტერესებთ ეს. თუნდაც ძველ საბერძნეთში ფილოსოფოსები ამაზე წერდნენ და ფიქრობდნენ და იმ დროიდან სამი კომპონენტი აქვს სისულელის გამოყოფილი. ეს არ არის გონიერების გონებრივი ნაკლი, ეს არის ნაკლი გონებრივი, მორალის და საზოგადოებრივი აქტივობა, საზოგადოებრივი. აი ეს სამი კომპონენტი არ არის აუცილებელი ერთად იყოს და სხვადასხვა პროპორციით შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის ნიშნები, რითაც სისულელეს გამოყოფენ. არის კლასიკური ნაშრომი სისულელის, ქება სისულელისა, რომელიც ერაზმუს როტერდამელს აქვს დაწერილი და ის ესეთი კლასიკური ნაშრომია ამ თემაზე, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით. მე დაგელაპარაკებით შემდეგი ორი მე-20 საუკუნის სხვადასხვა ავტორის ნაფიქრას გაგიზიარებთ და ეხლავე მინდა გამოვყო განმარტება, რომელიც გააკეთა ეკონომისტმა, იტალიელი ეკონომისტი იყო კარლო ჩიპოლა და მან გააკეთა განმარტება სისულელის. სისულელე ეს არის, როდესაც ადამიანი სხვას აყენებს ზიანს, ისე რომ თავად სარგებელი არ აქვს. ამაზე მერე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს განმარტება და ამის აპირისპირო, რომ გონიერება ეს არის სიკეთის მოტანა საკუთარი თავის და სხვებისთვის, ეს არის, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ ფართოდ დავნერგოთ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის ის, რაც დედებმა შვილებს უნდა ასწავლონ, მამებმა შვილებს უნდა ასწავლონ და ამას თუ გავაკეთებთ და დავნერგავთ იმას, რომ გონიერება არის სიკეთე სხვისთვის და შენი თავისთვის და სისულელე, როდესაც სხვა ზიანს აყენებ და შენ თვითონ არ ხეირობ ამაში. ეს განმარტება მინდა ეხლავე გაგიზიაროთ და გქონდეს გონებაში, როდესაც ველაპარაკებთ. ესე იგი, ორი ავტორი, რომელზეც გელაპარაკებოდით, ეს არის კარლო ჩიპოლა, იტალიელი ეკონომისტი, გარდაიცვალა 2000 წელს. იყო ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ბოლოს და იყო ისტორიკოსი ეკონომიკის ისტორიას
ძალიან ცნობილი სპეციალისტი. და ეთყობა თან იუმორიანი კაცი იყო და თან სულელებმა ძალიან შეაწუხეს. ამიტომ დაწერა სისულელის 5 ძირითადი კანონი. აი ეს განმარტება, რომელიც მე მოგაწოდეთ, ამ კაცის ჭიპოლას გაკეთებულია. მეორე ავტორი ეს არის ტრაგიკული ადამიანი დიტრიხ ბონჰოფერი, რომელიც აღმოაჩინე უკვე მერე, მას შემდეგ რაც სისულელის მე-6 კანონი მე იმას ვქენი ჰიპოთეზად ჩამოვაყალიბე, ასე ვთქვათ. და აღმოაჩინე ბონჰოფერი, რომელიც ყოფილა ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი, რომელიც იყო პასტორი, იყო თეოლოგი, ძალიან ფართო განათლება ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, ევროპის და ამერიკაში და ასე შემდეგ. და ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ჩამოაღწიეს 1945 წლის აპრილში, 2 კვირით ადრე, ვიდრე გათავისუფლდა ეს საკონცენტრაციო ბანაკი. კანარისის ჯგუფში მონაწილეობდა. და მანამდე ეს კაცი მართალია არ იყო დაქორწინებული, მაგრამ იყო ყავდა საცოლე, რომელიც დადიოდა მასთან ამ საკონცენტრაციო ბანაკში, ციხეში იყო, ჯერ ტეგელის ციხეში იყო და გამოქონდა იქიდან მისი წერილები სისულელის შესახებ. და შეკითხვა, რასაც ეს კაცი სვამდა, იყო თუ როგორ გახდა ამისთანა კულტურის ერი, კომპოზიტორების, პოეტების ერი, როგორ გახდა ესეთი სისხლიანი ბრბო, რადაც გადაიქცა გერმანია მაშინ ჰიტლერის იმის ქვეშ. და ბონჰოფერს ჰქონდა თავისი განმარტებები და მაგალითად ის ამბობდა, რომ სისულელე არის კრიტიკული აზროვნების შეგნებული დათმობა. როდესაც გარე წნეხის ქვეშ ადამიანი ნებაყოფლობით თმობს კრიტიკული აზროვნების უნარს, ექვემდებარება ბრბოს ინსტინქტს და სრულიად აღებული აქვს თავის ხელი იმაზე, რომ კრიტიკულად არჩიოს გარემოებები. ის ამბობდა, ასევე ამბობდა, რომ ეს არ არის გონებრის ნაკლოვანება, ეს მორალის ნაკლოვანება არის, როდესაც შენ უარს ამბობ შენ დამოუკიდებლობაზე და კრიტიკულ აზროვნებაზე და არის ასევე გარკვეული შინაგანი თავისუფლების ნაკლებობა, როდესაც ექვემდებარები სულთლიანად გარე წნეხს. ბონჰოფერი ამბობდა, რომ სულელთან კამათს და შეგონებას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ის არ აღიქვამს კრიტიკულად შენს ნათქვამს, კლიშეები აქვს თავში, რომელიც გარე იმაში არის, რა ქვია, გარე ფაქტორებით არის გამოწვეული და თან თვითკმაყოფილია, ადვილად ღიზიანდება, ხშირად აგრესიულია. ამიტომ კამათი უშედეგოა და სახიფათოც. და როგორც ძველ ბერძნებს ჰქონდათ, ისე ესეც ამბობს, რომ სისულელე არის ბოროტებაზე სახიფათო. იმიტომ რომ ბოროტი ადამიანი შეიძლება გათვალო, იმიტომ რომ მისი ინტერესებს შეაფასებ და სულელი ადამიანი, მე ხო ისა. პირიქით შორდები ეხოლმე ამ იმას, რა ქვია. კი ბატონო. ხო, კარგით. ხო, ესე იგი ბოროტ ადამიანს შეიძლება ხო ეპაექრო, ხოლო სულელთან ამ პაექრობას და მისი ქმედებების გათვლას აზრი არ აქვს, ამიტომ ის უფრო სახიფათოა. და სუპერსისულელი არის, როცა ადამიანები დამოუკიდებელი ფიქრის უნარს თმობენ, სრულად ბრბოს ქცევით ხელმძღვანელობენ და ავტორიტარულ რეჟიმებს ესეთი ხალხი ჭირდებათ და ამას არ გვაუდა. და აქ რატომაც არ ჩანს იქნებ წამოწევთ, რომ სისულელის დაძლევა მხოლოდ შინაგანი გათავისუფლებით შეიძლება. ვინაიდან ეს გარე ფაქტორების დაწოლით ხდება ამ დათმობა თავისი დამოუკიდებლობის, გარე ფაქტორები თუ არ შეიცვალა, ასე ინდივიდუალური მათთან საუბარი შედეგის მომტანი არ არის. შემდეგზე რო გადავიდეთ. ეს არის ბონჰოფერის ისა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და ასევე გქონდეს
ჩვენ რეალობაშიც შეიძლება ამაზე გარკვეული პარალელების და ანალოგების დანახვა. ეხლა ჩიპოლა უფრო იუმორისტული ადამიანი იყო და შესაბამისად მისი კანონებიც უფრო ისეთ საინტერესო, უფრო სუბუქი წასაკითხია და ყველას გირჩევთ, არის ესე არის Basic Laws of Human Stupidity, ქართულადაც არის ნათარგმნი და მასშად, ესე იგი, როგორც გითხარით, სულელი არის ადამიანი, ვინც ზიანს აყენებს სხვას, ისე რომ სარგებელს არ იღებს. და შეიძლება თვითონაც ზიანდებოდეს. და არის 5 კანონი სისულელის. პირველი კანონი არის საინტერესო. სულელების რაოდენობა ჩვენს გარშემო აღემატება ნებისმიერ ჩვენ რაციონალურ მოლოდინს. ყოველთვის მეტი სულელია, ვიდრე გუგონია. რაც ასევე დასაფიქრებელია, რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის არის, ხანდახან ჩვენ ვარ სულელები. და ამას გარდა, ჩემი ჰიპოთეტური მეექვსე კანონი ის არის, რომ არის გარკვეული დაფარული სულელი, რომელიც არ ვლინდება გარდა განსაკუთრებული შემთხვევებით. მეორე კანონი ამბობს, რომ ადამიანების სულელი ადამიანების რაოდენობა, ანუ ადამიანის სულელად ყოფნის თვისება არ არის დამოკიდებული არც ერთ სხვა მახასიათებელზე, არც განათლებაზე, არც სოციალურ სტატუსზე, არც პროფესიაზე, ასე შემდეგ. ნობელის ლაურეატების სტატისტიკური ჯგუფი რო აიღოთ და თქვათ უბრალო მუშების ან დამლაგებლების სტატისტიკური ჯგუფი, ერთნაირი სტატისტიკურად რაოდენობა იქნება სულელებისა ამ ჯგუფში. ამიტომ და აი ეს სიგმათი აქვს აღნიშნული, რომელიც აღემატება ჩვენს პირველი კანონის შესაბამისად აღემატება ნებისმიერ ჩვენ მოლოდინს. აი მესამე კანონი უკვე ადამიანების ტიპების ტიპოლოგიას ალაგებს. ესე იგი, აი აქ ღერძზე არის სხვისი სარგებელი, სხვისთვის, აქ არის საკუთარი თავისთვის. და როგორც გითხარით, გონიერი ადამიანი არის, რომელიც სარგებელს აკეთებს თავისთვის და სხვისთვის. არის ბანდიტებიც ვიცით და გვინახია, რომლებიც სხვა ზიანს აყენებენ იმისთვის, რომ თვითონ მიიღონ სარგებელი, ხო? ოღონდ ეს ბანდიტების ბერნაერია შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს სხვას თავისი პატარა სარგებლისთვის, ან პირიქით. ცოტა დააზიანოს ისე, რომ თვითონ დიდი სარგებელი მიიღოს. ანუ ეს არის უწყვეტი, ასე ვთქვათ, სიბრტყე, სადაც ადამიანების განლაგება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირია. უმწეო ხალხი არის ისეთი, რომელიც თავის თავს ვერ იცავს, თავის ინტერესებს ვერ იცავს და სხვის სასარგებლოდ თვითონ ზიანდებიან. და ბოლოს სულელები, რომლებიც ისე აზიანებენ სხვას, რომ თვითონ სარგებელი არანაირი არ აქვთ. თვითონ სარგებელი არ აქვთ, ესენი დაახლოებით აი აქ არის განლაგებული, მაგრამ არის სუპერსულელის მდგრისა, რომელიც თვითონაც დიდ ზიანს იღებს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვას აზიანებს. ნუ ალბათ ამაზეც თუ გამოვიყენებთ როგორც მოდელს, აქაც შეიძლება ბევრი მაგალითი ჩვენი მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და დღევანდელი რეალობიდან აქაც შეიძლება ესეთი მაგალითები ვნახოთ. და ერთი საინტერესო ის არის, მაინც ეკონომისტი იყო ეს ჩიპოლა და საზოგადოებრივი სიკეთის, საზოგადოებრივი ფასეულობის თვალსაზრისით უდგებოდა კიდე ამას. ეხლა უყურეთ, როდესაც საზოგადოებაში აქტიურდებიან გონიერი ადამიანები, რომლებიც ისინი აკეთებენ სხვისთვის და თავისთვის სიკეთეს, ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოების ღირებულება, ფასეულობა, სიკეთე, საზოგადოებრივი სიკეთე იზრდება. ბანდიტები არ ცვლიან მაგალითად საზოგადოებას, იმიტომ რომ სხვას წაართმევს თვითონ მიითვისებს, მაგრამ ჯამში საზოგადოების ფასეულობა ამითი არ იცვლება. ასევე უმწეოები, მაგრამ სულელები თუ გაძლიერდნენ, მაშინ ხდება დაზიანება, იმიტომ რომ სხვასაც აზიანებს თავის თავსაც და მთელი საზოგადოების ჯამური სიკეთე მცირდება. და ეს არის განსაკუთრებით საშიში, თუ კი გაძლიერდა სულელების, ასე ვთქვათ, ძალა, ამას აძლიერებს ძალაუფლებასთან, ხელისუფლებასთან ახლო ყოფნა. და ეხლა კიდე კანონები. მეოთხე კანონი, რომ
გონიერი ადამიანები ვერ აფასებენ სულელების დამანგრევალ ძალას და ხანდახან ცდილობენ, რომ სულელების საშუალებით რაღაცა სიკეთეს მიაღწიონ. აქვთ ხოლმე იმედი, რომ აი ეს კაი სულელე, მაგრამ რაღაცას მაინც გააკეთებს. სასარგებლო ეს გამორიცხულია ჩიპოლას მიხედვით, რომ არასდროს არ უნდა მოელოდე სულელი ადამიანისგან, იმიტომ რომ ის არარაციონალურია, მოქმედებს გეგმის და რაციონალური საფუძვლების გარეშე და არასდროს არ იცი რა შედეგს მიიღებ, როდესაც ესეთ ადამიანთან საქმე. მეხუთე არის კანონი, რომ სულელი ყველაზე საშიში ტიპის ადამიანია და ეს ეხმაურება როგორც ბონჰოფერს, ასევე ძველ ბერძნებს, რომ სულელი არის ყველაზე საშიში მოვლენა, რომელიც მთელ საზოგადოებას აზიანებს და ძალაუფლება ზრდის ადამიანის გავლენას. შესაბამისად, თუ ძალაუფლება და მის გარშემო არის სულელების დიდი რაოდენობა დაგროვილი, მაშინ ქვეყანას ძალიან ცუდი დღე ელეს და აი ეს პარაგრაფი, რომელიც მე ამოვიღებ, მაგის ბოლო დასკვნითი პარაგრაფია, რომელიც დაწერილია 80-იან წლებში. ქვეყანაში, რომელიც გაურაცხებისკენ მიდის, სულელი ადამიანების წილი ასევე იმას ტოლია. ეს თქვით, რომ მეორე კანონის თანახმად ყველა ჯგუფში ერთნაირია სულელების რაოდენობა. თუმცა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში შეინიშნება, რომ ძალაუფლების მქონე პირების რიგს ემატება მნიშვნელოვანი რაოდენობის სისულელისკენ მიდრეკილი ბანდიტების, ხოლო ძალაუფლების არ მქონე მოსახლეობაში იზრდება უმწეოთა რაოდენობა და ასეთი ცვლილება ნებისმიერ და საბოლოო ჯამში ასეთი ცვლილება გონიერ მოსახლეობაში აუცილებლად აძლიერებს აი ამ სიგმა წილის სულელების ძალას და დაღმასვლა და ქვეყნის დაყოფა გარდაუვალია. ეს არ დაწერილი წინა საუკუნეში. ეხლა რამდენიმე ფაქტორი არის სულელების ძლევამოსილების, იმიტომ რომ მათთან არგუმენტაცია და საუბარი, როგორც გითხარით, აზრს არის მოკლებული და განსაკუთრებით ეს პრობლემატური არის ჩვენ საუკუნეში, როდესაც ისეთი, რა ქვია, სოციალური ქსელებით იქმნება ეს ეგრეთ წოდებული ეხოს კამერები, როდესაც ალგორითმები სოციალური ქსელების ერთნაირი აზროვნების, ერთნაირი ინტერესების ხალხს ერთმანეთში კეტავს და გარე ინფორმაცია იქ აღარ შედის. ეს უქმნის ამ ხალხს ეგრეთ წოდებულ რწმენათა კედელს. ანუ შენ როდესაც ადამიანს ელაპარაკები ერთ რაღაცა თემაზე, ეს თემა არის დიდი კედლის ნაწილი რეალურად. და არ ცოტა რომ მოარტყიო ეს აგური, მაინც ის კედელი მაინც კედლად რჩება და ის თავის ექოს კამერაში ჩაიკეტება და ის აღიდგენს იმას ამოწმენებს. გარემო ხო, მე ამ ადამიანებს, ესეთი ტიპის ადამიანებს მთელი გარემო დაყავთ რაღაც პატარა სიფრთხეზე თავის ვიწრო სფეროზე და იქ არიან კონცენტრირებული. ამას ორი შედეგი აქვს. ერთი, როგორც მარტონი ამბობდა, ნუ ეკამათების სულელს, იმიტომ რომ თავის დონეზე დაგეყვანს და მერე მოგიგებს გამოცდილებითო და მეორე ის, რომ ამ ვიწრო სფეროდან მთელი მრავალფეროვნება გარემოსი ვერ აღიწერება, იმიტომ რომ ეს მცირე ადგილი და ამიტომ შემოდის აქ აი ეს კონსპირაციული თეორიები და რაღაცეები, რაღაც გამოგონებები, ქიმერები, რომელიც აკავშირებს აი ამ მცირე რეალობას დიდ მრავალფეროვან გარემოსთან. და ერთი, ვინც ჩემს პირველ ლექციაზე იყო, რომ ესეთი ტიპის ადამიანები უფრო მეტი შანსი აქვს, რომ იყვნენ ობიექტი, ვინაიდან გარემოს კარგად ვერ აღიქვამენ და ვერ იყენებენ სათავისოდ, ეს არის საფუძველი ერთ-ერთი ამ სისულელის და ამიტომ ხდებიან დამაზიანებლები, უფრო ობიექტები არიან, ვიდრე შემოქმედები და ვიდრე ეს გონიერი ადამიანები, ვინც თავისთვის და სხვისთვის სიკეთეს აკეთებს. ეხლა არის რაღაც მტკივნეული კითხვებია, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი ჩვენ მთელ მსოფლიოში ხდება, მე მგონია ეს ამბავი, რომ გარკვეული გაძლიერება არის, აგრესიის გაძლიერება არის, აი ესეთი
პოპულისტური პროპაგანდა ძალიან გაძლიერდა, ტენდენციები, ავტორიტარული ტენდენციები ძალიან გაძლიერდა და ასე შემდეგ. რას ეყრდნობა ეს ძალები და თქვათ იგივე დიქტატორული რეჟიმები რა ძალას ეყრდნობა. აი აქ არის სწორედ მეექვსე კანონის ჰიპოთეზა, რომელსაც შემოგთავაზებთ, ესა ფარული სისულელე, რომ ადამიანები ცხოვრობენ საზოგადოების გარემოში, მათი შინაგანი ინსტინქტი არის დამაზიანებელი, მაგრამ ჩვენი კანონები, რელიგია, მორალი, ტრადიცია, ოჯახური ფასეულობები, ესენი ყველაფერი დაზიანების საწინააღმდეგოა. ყველა ადამიანების მიერ მოგონილი აი ეს იმისი თანაცხოვრების წესები უშლის მათ იმათ, რომ დააზიანონ სხვა. გარკვეულად შეზღუდულები არიან. ამიტომ არის, რომ ჩვეულებრივ ნორმალურ პირობებში არ ვლინდება ესა და განსაკუთრებულ გარემოებებში ვლინდება მხოლოდ. სწორედ კარლო ჩიპოლას პირველი კანონი ამას ამბობს, რომ ბოლოდინზე მეტია ყოველთვის მათი რაოდენობა, იმიტომ რომ არასტანდარტულ სიტუაციებში ვლინდებიან. შენ რომ მიჩვეული ხარ, რომ სტანდარტულ სიტუაციაში ყველაფერი წესრიგშია, უცბად რაღაცა მოხდება ისეთი რაც. მერე ალბათ ესეთი რამეა კიდევ რომ ფსიქოლოგიურად დამყოლები ადვილად ექვემდებარებიან გარე ზეწოლას. ამიტომ ამ კანონების და ამ წესების მათ მიერ შესრულება არ არის შინაგანად გათავისებული, დაწყებული, რა ვიცი, მორალიდან და გაგრძელებული რელიგია, ასე შემდეგ, აი შინაგანი ის არ არის. ამიტომ ეს გარეგანი დაწოლებით არიან შეზღუდული და ეს გარკვეულწილად აგროვებს წენებს, აგროვებს აგრესიას, აგროვებს აი უარყოფით მუხტს, რომელიც ვლინდება მერე, როდესაც აი ბონჰოფერის იმის მიხედვით გარეგანი გარემოებები როგორც კი შეიცვლება, ამათ უკვე ეძლევა ახალი რეალობა დგება, რომ აი იქ ცუდები არიან და აი წამოვიდა ეს აგრესიაც გაიხსნა და ძალიან გავს ეს. ეხლა დასკვნები საზოგადოებაში დამაძნებელი ტენდენციების გავრცელება აი ამ საზოგადოებრივი გარემოს ცვლილების შედეგია და ეს აძლევს გამოვლენის საშუალებას. მოემატებული აგრესია, როგორც გითხარით, დაგროვებული წყენების პასუხია და გამოვლინება და საჭირო არის ადამიანების დაცვა. დაცვა იმისგან, რომ აი ეს მორალური დათმობა არ გააკეთონ, რაზეც ბონჰოფერიც ლაპარაკობს და სხვაებიც, რომ არ მოხდეს დაქვემდებარება ამ გარე იმისგან. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ამოცანა, რაზეც უნდა ვიფიქროთ. ეხლა როგორ მოვიქცეთ? მე მგონია, რომ უნდა დავამკვიდროთ აი ეს, რაც თავიდან თქვენ, სიკეთეს მოთხოვნა. გონიერება არის სხვისთვის და შენი თავისთვის სიკეთის კეთება. ანუ ჩვენი თავი და სხვები გავზომოთ ამით. არის თუ არა ადამიანი ჯამში სიკეთის მაკეთებელი, თუ არის დამაზიანებელი თავის და სხვები. და მოვითხოვოთ ეს ყველას, როგორც ნორმა, როგორც ტრადიცია, როგორც კულტურა, ეს დავამკვიდროთ მოთხოვნა, რომ სიკეთე უნდა აკეთოს ადამიანი. დავარქვა თავის სახელი სისულელს. არის ხოლმე ისეთ რა 1000 რავი აი ტრამპის იმაზე 1000 რაღაც თეორიებს მოსადაგებენ, რომ ამას ისეთი გათვლის პრობლემა აქვს. თუ მარტივად იხსნება სისულელით, მოდი რა პირველი დაშვება პრეზუმპცია სისულელის იყოს. ჩვენთვისაც, ერთმანეთისთვისაც და პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით, სანამ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებენ, პრეზუმპცია უნდა იყოს სისულელის. და ერთად ყველამ ვიმოქმედოთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი სიკეთე გავზარდოთ და ეს გავხადოთ მიზნად. ეხლა იდეალისტურია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის განწყობის შეცვლა ჩვენივე და აქედან დამჯერად ბევრი შედეგი გამოვა იმ თვალსაზრისითაც ჩვენ თვითონ როგორ ვიქცევით. და გავიხსენოთ სიტყვები, კარგი სიტყვები რა, ბედნიერება, სიყვარული, კეთილდღეობა, კაცმოყვარეობა, სულიერება, რა ვიცი, მეგობრობა, ღირსება, პატივისცემა, ეს ყველა სიტყვები გავხადოთ საერთო გამოყენების. ეს სიტყვები გავავრცელოთ და ამაზე დავაკონცენტრიროთ ჩვენი ყოფა ამის მოთხოვნაზე. და ნუ ვიქნებით რეაგირების რეჟიმში ცუდზე ცუდის
პასუხით. წავიდეთ ჩვენ ყველანი აი ამ გზით და წავიყვანოთ ყველა. ანუ ეს ყველას უნდა შეეხოს. ერთი კიდე პრობლემა ის არის ხოლმე, რაც საზოგადოების დაყოფა და წუდების ერთ მხარეს და მეორე მხარეს კარგების ყოფნა და მე აქედან თუ შეხედავ აქედანაც იგივეა. ეს არ არის სწორედ ის გზა, რომელიც ტაძარში მიგვიყვანს, რომელიც სიკეთეს გაზდის საზოგადოებას. ამიტომ პასუხისმგებლიანმა მოქალაქეებმა უნდა ვიფიქროთ ყველაზე. აბსოლუტურად ინკლუზიური უნდა იყოს ჩვენი აზროვნება და ეს უნდა იყოს აი ამ სიკეთესთან წაყვანი. აპატეთ თუ ძალიან ისეთი იდეალისტური გამოვიდა და ბოლო ის არის რომ მაინც ხილში არ ჩავარდეთ და ამ პარტავნებაში რომ გავიხსენოთ ეს პირველი კანონი, რომელიც ამბობს რომ მეორე ბოდიში რომ ადამიანების ყველა ჯგუფში ჩვენ შორისაც სულელების ერთნაირი რაოდენობა და ჩვენ შეიძლება მივეკუთვნებოდეთ ამ კატეგორიას. ამიტომ ეს ის არ არის რომ ჩვენ ვიღაცაზე ჭკვიანები ვართ და უკეთესები, მაგრამ აი სისტემური კანონზომიერებები აქ ესეთი მუშაობს. მადლობა. თქვენ თუ არის მეგობრებო? ურბან სულელების გადარჩევა შეგვიძლია აქ თუ არა? პირველი მე ვარ. ხო თქვი ახლა, ამას რა ყოფილი სულელი ვარ, მაგრამ დიახ. ცოტა ხმამაღლა. სულელი არის ზოგადად ადამიანი თუ შეიძლება სიტუაციურად იყოს? იცით რა არის, მე მგონია რომ ეს არის შინაგანი მაინც შინაგანი მიდგომა სიტუაციურად შეიძლება ვლინდებოდეს. მაგრამ შინაგანი განწყობა ის დაგროვილი აგრესიის რაღაცის მაინც ანუ სულელი არის შინაგანი განწყობა, რაც მუდმივად გაქვს და ზოგჯერ ისეთ რა არის, მოდით მე შეიძლება ვერ გიპასუხოთ. მაინც იმიტომ რომ ამას სჭირდება სოციოლოგები, ამას სჭირდება ხო ეგეც მინდოდა მე თქვა რა, რომ ეს თემა პროფესიონალებმა რო შეისწავლონ და ამაზე უფრო კვალიფიციური დასკვნები მოგცენ და რეკომენდაციები რაც თავარია ძალიან კარგი იქნება. თუმცა მან საშიშროება იმაშია, რომ მეცნიერები ძალიან მეცნიერულად ლაპარაკობენ ხოლმე და ხშირად უჭირთ აი ეს რეალურ ცხოვრებისეულ იმაზე გადმოტანა. ამიტომ დილეტანტის ერთის მხრივ უპირატესობა ეგ არის, რომ ადვილად შემიძლია შედარებით იმ მძიმე თვირთის, ცოდნის მძიმე თვირთის გარეშე ვილაპარაკო, მაგრამ მეორე ის არის, რომ მე გარკვეულად შეზღუდული ვარ ჩემ დასკვნების საქმეში. შეიძლება რაღაც ვკითხო. კი ბატონო. ხალხა. სულელეს რაც შეეხება, სულელე ხო განათლებასთან არის პირდაპირ კავშირში. ეგ არ არის მარტო. არა, არ არის. ესე იგი, იცით რა არის, გააჩნია რას დაარქვა, რა. ჩვენი შეთავაზება და უпростоრად კარლო ჩიპოლას განმარტება. ეს არის ადამიანი განესაზღვრება მისი ქმედებით. თუ ის აკეთებს კარგს თავისთვის და სხვისთვის, შეიძლება სრულიად გაუნათლებელი ადამიანი იყოს. შეიძლება გონებრივად შეზღუდული ადამიანი იყოს უფრო მეტიც. მაგრამ სულელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სხვისთვის და თავისთვის აკეთებს ცუდს. ესმის, შეიძლება გაგაწყვეტ. კი ბატონო. ანუ თქვენ თქვით, რომ ანუ სულელი არ არის განათლებასთან მიმართებაში, მაგრამ აი ჯავახიშვილს ხო აქვს დაწერილი ჯაყოს არის დაწერილი ეგეთი ნაშრომი, რომელშიც არის განათლებული ნაკითხი ადამიანი და არის სპიერი საყვარი, რა ვიცი, უურავი. ანუ შავთვალოთ ბანდიტია, ჩიპოლას განმარტებით ეს კიდე უმწევა. ხო, აი თქვენი მაგალითიდან გამომდინარე ეს აი სიმწრეზე თუ ნახავთ ის არის უმწეო და ის არის ბანდიტი. ანუ უმწეო შეიძლება არ ჩაითვალოს სულელად. უმწეო არ არის სულელი. ხო, მაგრამ თუ ამ გარემოებიდან შევხედავთ, მან იმ მდგომარეობამდე მიიყვანა თავი, რომ ჯაყოს ბატონო. ოღონდ ის ამ განმარტების თანახმად არ აკეთებდა სხვა. ეხლა იცით რა არის? ეს არ არის ესეთი მეცნიერება, ეს არ არის
კანონი ეს არის უბრალოდ ჩვენთვის საფიქრალი საინტერესო მოდელი. თქვენ შეიძლება დაეთანხმოთ ამას პიროვნულად, ან შეიძლება და გამოიყენოთ და იფიქროთ, თქვათ იგივე თქვენ ურთიერთობებზე, სხვა გარემოებებზე და ასე შემდეგ ამ ჩარჩოთ. არ შეიძლება არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ამას დაეთანხმოთ. შეგიძლიათ ეს არ არის სავალდებულო ასე ვთქვათ აბსოლუტურად. მე გეთანხმებით მაშინ რაც მართალი ხართ. იმიტომ რომ ანუ ჯაყო თუ იყო მან ძლიერი მომხვეჭი ადამიანი, აქეთ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებოდათ დაცვა. კი ბატონო, ხო, აი ეს ხევისთავი არის სწორედ უმწეოს კლასიკური მაგალითი მე მგონია და ჯაყო კიდე ბანდიტის კლასიკური მაგალითი, მაგრამ იქ სიკეთე არ შეცვლილა მე რამდენადაც მახსოვს. ერთი ხელიდან მეორეში გადავიდა, ანუ საზოგადოებრივი სიკეთე დარჩა იგივე. ამიტომ ამ განმარტებით, აი ამ ჩემს მიერ მოყოლილი სისტემით, ჯაყო არის ბანდიტი, ის არის უმწეო და საზოგადოებრივი სიკეთე დარჩა იგივე, ანუ იქ სულელი არც ერთი არ არის. ესმის, მე მაგალითად ვიტყვით იმას, რომ გავიგეთ თქვენ რაც მე უბრალოდ მაგალითი ეს გამახსენდა თავში სულელზე, მწეოზე და გონიერზე. გონიერი ალბათ თავისთვის იზრუნებს. ახლოს რომ ეიტანოს. ხო, ანუ გონიერი თავისთვის იზრუნებს პირველ რიგში მაგალითად. თუ ადამიანი თავისთვის არაფერს არ აკეთებს, ეს სხვისთვის ალბათ, რავი, ბევრ სიკეთესაც გააკეთებდა ალბათ. არიან ეგეთი პერსონაჟები, რომლებიც ისტორიაში, რომლებიც საკუთარი თავისთვის არაფერს არ აკეთებდნენ, მაგრამ ისტორიას დარჩა როგორც ხო, არიან ალტრუისტები, არიან აუს ბერნერი ხალხია რა. ანუ საკუთარი თავთან იყო ბალანსი. თავარი არის რომ ზიანს ნოაკეთებ. სულელი არა ხარ, ზიანი არ უნდა აკეთო. მესმის თქვენი სხვისა და შენი თავის განსაკუთრებით. მესმის, მაგრამ ნახეთ, არის რაღაც მომენტი, როცა ხედავ რომ თუ რაღაც ზიანი არ მიადგა რაღაცას, იქ კარგი ვერ აღმოსცენდება ხოლმე და ანუ პირადად მაგალითად საკუთარ თავში მომიწია რაღაც შეხედულებების დათმობა, რომელიც საზიანო იყო ჩემი გონებისთვის, ჩემი გონებიდან გადმოხედი შევმეხედა. ანუ გონება მაგას არ დათმობდა თავისი ნებით, იმიტომ რომ მოჭიდებული იყო მაგალითად იდეებს, პრინციპებს არა. მე მეშინია რომ ისეთ ცელოებში მივდივართ, რაზეც მე პასუხი შეიძლება არ მქონდეს, ამიტომ მარტივ სიტყვით. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ნახევრად იუმორისტული ამბები, რასაც მე გიყვებოდით, მაგრამ კარგი მოდელი გამოსაყენებლად იმისთვის რომ აი დავასრულებ და მე ანუ მე უბრალოდ მაგალითს მოვიყვან, ანუ ადამიანი ხო ცხოვრობდა გამოქვაბულში ოდესღაც. ეხლა არ ცხოვრობთ გამოქვაბულში და მისი აზრი რომ იქ ყოფნა იყო უსაფრთხო და გადამრჩენი იყო აზიანო იდეაში, იმიტომ რომ მან ისწავლა გარესამყაროს დაპყრობა. იარაღების შექმნა, დატოვა ეს გამოქვაბული სახლები ააშენა, აქ მოვედით, გამვითარდით, მაგრამ ზოგადად იდეა რომ ეს აზრი დაეთმო იყო ზიანის მომტანი ყოველი ადამიანისთვის, ვინც პირველი ნაჯახი გამოიგონა. მას ჩაქოლვითაც ემუქრებოდნენ ხოლმე სხვები, იმიტომ რომ სიახლეები საზიანო დაიქვებოდა მაშინ, იმიტომ რომ გონება აღიქვამდა ამ გასაზიანოდ. კი ბატონო, შეიძლება პარალზანო. მადლობა, ანუ ამის თქვენ უნდა დავკავო. კი ბატონო. თაშხია თუ ფილმი დათა თუ თაშხია. აი ხო ვირთაგვები რო გამოყავს. ხალხი წაესიაო. ერთმანეთს ჭამელოდა. აი როგორ გამარჩიოთ. როგორ ხალხის ჭამელები. აი ვირთაგვებს შეადარა ხალხი. კი ბატონო. არის კითხვები კიდევ? აბუ ამირაჯიბზის მაგალითად ვერ გაქცევთ პასუხს. გამარჯობა. მე იმ მომენტში შემოგესწარით თქვენ ხსნედით რომ არის რაღაცა მომენტი ამ სულ ადამიანებთან რაც არ უნდა გავაკეთოთ, რაც არ უნდა ვესაუბროთ, ხო? აზრი არ აქვს და ამ შემთხვევაში სიკეთეზე თუ საუბრობთ. სიკეთეზე. დიახ. რომ საბოლოო ჯამში აქამდე მივედით, რომ თუ სიკეთეს აკეთებ სხვა ადამიანებისთვისაც უნდა აკეთო და ეს პირველ რიგში იმიტომ არის კარგი, რომ შენი თავისთვის არის კარგი, რომ სულელი და ბანდიტი არისო, ხო? მე როგორც მივხვდი. მაშინ რა უყოთ ამ ადამიანებს, რომლებთანაც თქვათ აზრი არ აქვს, შეშად რომ თქვათ
იცით რა არის ესე ხო არ იგი ჩავყვეთ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს ამ ადამიანებს შევაგნებინოთ რომ სულელია და იქნებ როგორმე გამოყვნენ ესეთ არის ხა რა თქმა უნდა მე მაგის პასუხი არ მაქვს და არც იმაზე მინდა გამოყვეთ რომ ეხლა რაღაც კონკრეტულ ჯგუფს დავარქვათ სულელები მაგრამ ადამიანები რომლებსაც აქვთ დათმობილი თავისი კრიტიკული აზროვნება მათი აი ამ აზრის შეცვლა ასე ინდივიდუალური და კონკრეტულ თემებზე საუბრით არის დიდი შედეგის მომტანი არ არის მათ უნდა დავანახოთ დიდი ერთიანი სურათი აი ამ სიკეთისა მე ესე მგონია ეს ჩემი ეს არის ფანტაზია შეიძლება რომელიც იმაზე კი არ ველაპარაკებით რომ ეხლა ეს ამას არასწორად და არამედ მოდი წამოდი ერთად კარგი საქმე ვაკეთოთ რა კამაც ნამდვილად არ აქვს აზრი და არც საჭირო არ არის მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა დღევანდელ სპიკერს. ისმინეთ ძალიან მადლობა. ეს ჩვენგან სამახსოვროდ. მადლობა თვითოულ თქვენგანს ეს თავინში აქ ყოფნისთვის განსაკუთრებით, რომ არ უშინდებით არანაირ ამინს. ჩვენმა სპიკერმა როგორც თქვა პოზიტიურები უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთმანეთის მიმართ. და წეგან ასეთი კითხვა დაისვა განათლებული ადამიანი თუ შეიძლება იყოს სულელი. ჩვენ აქ ცვლილებებისთვის ვდგავართ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ქვეყანაში შესაძლებელია არის განათლების სისტემა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ინფორმაციის დაზუთხვაზე და არა იმაზე, რომ ადამიანი მიაჩვენოს აზროვნებას. ანუ ინფორმაციის გაანალიზებას. იმას თუ კონკრეტულმა ინფორმაციამ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ რა ვიცი, თავიდან ბოლომდე გეთახრობით იმაზე, რომ დადებითზე უნდა ვკონცენტრირდეთ მაქსიმალურად და ბოლოს იმას გეტყვით, რომ მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართველი ხალხი და ვფიქრობ, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც შეიძლება ქართველ ხალხს მოერიოს, ქართველი ხალხი დაამარცხოს, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს ბრძოლა არ ჩაივლის მშვიდობიანი ღამე.